ჩემი სახელი არისა ბატონო სატო. სატოს სწორი ფორმით გამოთქვავს. ნუ თუ ის უნდა შევამოწმო. მომაშორეთ. ობობებს საშინლად ვერ ვიტან, კოშმარია. ესეც ვიფიქრე. ნარუტო X წერტილიჯი წარმოგიდგენთ. სიკვდილის მარში პარალელური სამყაროს რაფსოდიით. საბოლოოდ კი ორივე მათგანი შევიძინემ. თმაში ობობა გყავს. იაპონურად ვუთხარი. დამან ეს მშვენივრად გაიგო. ჩემი სახელია არისა. დავიბადე 11 წლის წინ სამეფო კუვორკში. იმედია, კარგად გამიფრთხილდებით. მე ვარ ლულუ, 14 წლის. მეც კუვორკის სამეფოდან ვარ. შეიძლება გარეგნულად სუსტად გამოვიყურები, მაგრამ ნებისმიერი საქმისათვის მზად ვარ, გთხოვთ არ გამაგდოთ. მოხარული ვარ თქვენი გაცნობით. ჩემი სახელია სატო. პოჩი. დამა. მე ვარ ლიზა ხვლიკების კლანიდან. დავიბადე ალისფერი ქერცლის ტომში, რომელიც მოგვიანებით მელიების ტომმა გაანადგურა და შიგა სამეფოში გამყიდეს მონად. ახლა გამიმართლა, რომ შვენიერი ბატონი მყავს. ლიზა. მოკლედ, ოხ, ძალიან მწუხვარ. დღეისათვის საკმაოდ იშვიათია ასეთი ყურებიანი მონების დანახვა. ჩვენ ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ. კარგი გოგონები არიან, გთხოვთ კაცრად არ მოექცეთ. ასეთი საყვარლების მიმართ კაცრი როგორ შეიძლება იყო? საყვარლები? საყვარელი ხარ, დამა. და პოჩიც საყვარელია. კარგია რომ გნახეთ, კარგია რომ გაგიცანით. შენც ასევე. კარგია. მეც მოხარული ვარ. მეც ასევე. კიდევ კარგი ნახევარ ადამიანების წინააღმდეგი არ არის. ქალაქში დაუბრუნდეთ. აჰა. მეც მინდა ბატონს ხელი მოვკიდო. სანამ ესენი გვერდით არიან, იაპონური ენის შესახებ გამოგითხვას არ დავიწყებ. როგორი გემრიელი სუნია, სახლში მისვლამდე ხომ არ გვეჭამა? რას მიირთმევთ? ხორცი მინდა. მივერთმევ ყველაფერს, რასაც შემომთავაზებთ, მაგრამ არჩევანის წინაშე თუ დამაყენებთ, მაშინ ჩიტის ხორცს ვამჯობინებ. ესეც ვიცოდი. განა მონა იმით გახარებული არ უნდა იყოს, რომ მას საერთოდ საკვებს თავაზობენ. უკაცრავად, აქამდე რა სჭამდით? მას შემდეგ რაც მონა გავხდი, მხოლოდ შავპურს მივირთმევდი. ცხელი წვნიანი, ნამდვილად ზეიმი იყო. დღეში ერთხელ ჭამაც კი დიდი სიხარული იყო, მაგრამ როდესაც ძალიან მოგშვიდებოდა, ვიპარებოდით და პარკში ვეძებდით ველურ კენკრასა და ყვავილებს. რკოები? ბალახი. რა, მართლა?
კუდი მის ნამდვილ გზნობებს ამჟღავნებს. ახლა გიჭამოთ. მადლობა საჭმლისთვის. საჭმლისთვის მადლობა. როგორი ცხელია. კარგად ჩაუბერეთ, გააცივეთ და ისე ჭამეთ. კარგი. არის. გინდა შენი თავაზიანობით ბოლო მომიღო? ძალიან გემრიელია. როგორი ხრაშუნა. ზედმეტად მარილიანია, მაგრამ გემრიელი. როგორც ჩანს, მუშები აქ ხშირად სადილობენ, ამიტომაც მათი გემოვნებით ამზადებენ. რაც აქამდე შიგნეულობისაგან გაკეთებული წვნიანი გავსინჯე, ყველა სპეციფიური გემო და არომატი ჰქონდა, მაგრამ ამას მსგავსი არაფერი. ალბათ ამაზე გავლენა მოახდინა იმ ბოსტნეულებმა, რომელშიც მოხარშეს, ან რაღაც განსაკუთრებული მომზადების წესი აქვთ. ამის გასინჯვაც ხომ არ გინდათ? გარეგნულად წეჩანიაკის გავს. ეს კი გული და ღვიძლია. ოჰ, როგორი მჭარია. თან გემრიელი. როგორც ჩანს, ამას მწარე წიწაკის ამზადებენ. პოჩი და ტამა, თქვენთვის თუ ძალიან მწარი არ ჭამოთ. რაც დაგრჩებათ, მე შევჭამ. აიღე. მადლობა. მირთვით. ბატონო, საით. კიდევ რაღაცა შეუკვეთავ, ძამე აქვე შორი ახლოს საყიდლებზე გავალ. საყიდლებში დაგეხმაროთ? თქვენ კი ჭამა გააგრძელეთ. ეს ბრძანებაა. შემწვარი ჩიტი? ლიზას უნდა და ამის ჭამა. ცოტას ვიყიდი წახემსებისთვის. გინდათ? შეიძლება? აიღეთ და ერთმანეთში გაინაწილეთ. როგორ გვიხდება? შვენიერია. ბატონო, მართლაც მახვილი თვალი ქონიათ. საყვარელია. ძალიან მშვენიერია. სატო, დაუბრუნდი მარტა. ქალბატონმა მარიენტეილმა უკვე მოგვიყვა, რა პრობლემებით შეგექნათ. ოთახი ჯერ კიდევ თქვენ გეკუთვნით, დაისვენეთ, როცა მოგესურვებათ, მაგრამ როგორც ჩანს, უფრო დიდი ადგილი დაგჭირდებათ. დიახ, მათ გარეშე ლაბირინთიდან თავს ნამდვილად ვერ დავახცევდი. ლაბირინთი? თუ ამის საშუალება არის, მათთვის ოთახის აღება მინდა. სამწუხაროდ ყველა ადგილი დაკავებულია. გასაგებია. მარტა, ეს ორნი ჩემ ოთახში წაიყვანე. დანარჩენებს სადმე დავაბინავებ. ბატონო, გთხოვთ ამაზე ნუ იდარდებთ. დამსწრე საზოგადოებაო, გთხოვთ ასე მკაცრად ნუ გვიყურებთ. ქალბატონო, თუ ნებას მოგცემთ, მაშინ თავლაშია სარდაფში ადგილს მოვძებნით. მათ ლაბირინთში უამრავი ადამიანი იხსნეს სიკვდილისაგან. ამისათვის ჯილდოსაც კი არავის თხოვენ. უბრალოდ, ერთი მოკრძალებული, ღამის გასათევი ადგილი გვინდა. დიახ. სარდაფში ადგილი ნამდვილად არ არის. ცხენებით ცოტანი არიან მოსულები, შეიძლება თავლაში იყოს ადგილი. გამოსადეგარი ვიყავი? დიახ, შენ მართლაც რომ დამეხმარე. ძილის დროს თივა ხომ არ შეგაწუხებთ? კერვა რაღად მინდოდა. კარგი, ვინაიდან გამეხსნა რაღაც ვიზამ. თუ ვინმე აქ უცხო შეგაწუხებთ, შეეცადეთ რომ არავინ მოკლათ. თუ დახმარება დაგჭირდებათ, დამიძახეთ და აქ გავჩნდები. კარგით, გასაგებია. არის. კარგი. დახმარება არ მჭირდება. საკუთარ თავს თავად მივხედავ. კარგით. კარგად ხარ? კი, ყველაფერი რიგზია. კარგად ვარ. როგორც ჩანს, ლულუ კაცის გვერდით თავს უხერხულად გრძნობს. უკვე მზად ვართ. კი, მაგრამ შიშველები რატომ არიან? ნუ თუ ამ სამყაროშიც არსებობენ ნუდისტები.
გოგონებო, ზეწარი საკმაოდ თხელია, ასე რომ რაღაც მოიცვით რომ არ გაცივდეთ. და მერე მომსახურება? რა? ამ სამყაროში ნუ თუ მონებს, ამის გაკეთებაც ევალებათ? არა, არ მინდა. არა? დილით ჩვენ საყიდლებზე ვართ წასასვლელი, ასე რომ დაიძინეთ, ადრე ვართ ასადგომი. ამიერი და მსგავსი რამის გაკეთება აღარ მოგიწევს. Naruto X წერტილიჯი წარმოგიდგენთ. სიკვდილის მარში პარალელური სამყაროს რაფსოდიით. რა? უკვე გაიღვიძე? გაკოცებ. უცნაურია, არ მახსოვს არისასთან ერთად როდის დავიძინე. თავის შეკავებას ვერ ვახერხებ. მინდიხარ. არა. პატარა გოგონები როდის შემდეგ მიზიდავს? ძალიან უცნაურია პატარას ასე რომ აღვიქოლ. რაღაცაშია საქმე. არისა ნებისმიერი უნარის გამოყენებას გიგრძალავ. ბრძანებაა. და ასევე მომხსენი ყველა ჯადო და ეფექტი რაც აქამდე დამადე. ახლავე ეს ბრძანებაა. რატომ? გასაგებია, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ფსიქიკური მაგია გამოიყენე. აქამდე სასტუმრო სტუმრებზე გამოიყენე. ალბათ პოჩისა და სხვა გოგონების მიმართ მათმა დამოკიდებულებამ გაანაწყენა. და ახლა კი ჩემზე აი ეს სამი გამოიყენა. და ფსიქიკური მაგიით რის მიღწევას აპირებ? არ ვიცი რაზე მეკითხები. კითხვას თავი არა არიდო, ეს ბრძანებაა. ასე რომ მიპასუხი ახლავე. თან ამის ეფექტურად მუშაობასაც შევამოწმებ. კითხვას კიდევ გაგიმეორებ, რისი მიღწევა გინდა? ბატონო, მე თქვენი დაკმაყოფილება მინდოდა. ვერ ხვდები რას გულისხმობ. მეტი კონკრეტიკა. კარგი რა. როგორც კი პირველად გნახე, ეგრევე გულში ჩამივარდი. რა? გულში ჩაგივარდი? ლამაზი რბილი შავი თმები, 7 გამოხედვა. აზიური სახე, კარგი აღნაგობა, ლამაზი, უთმო სხეული. მსგავსი ბიჭის პოვნას მხოლოდ მოცნებობდი. და ახლა ჩემი ოცნების კაცი, ჩემი ბატონია, რომელიც დაკმაყოფილებაზე უარს მეუბნება. ესე რატომ ხდება? ამიტომაც თქვენი სასურველი რომ გამختარიყავი, მაგია გამოვიყენე. ესე იგი, გინდოდა რომ მომწონებოდი და ამიტომაც ამირი ეგონება? მსგავსი არაფერი. განა მონისვალი, ბატონის მოხიბლა და მისთვის სიამოვნების მინიჭება არ არის? და ეგ გონია ახსნა? ვინაიდან ეს იყო შენი ნამდვილი მიზეზი, გასაგებია. ველოდებოდი როდის მომიხმობდით, მაგრამ თქვენ მართლაც დაიძინეთ. მე კია გამოვძვერი და მძინარეს გიყურებდით. შემდეგ თავი აღარ შევიკავე. ტკივა. ესე იგი თავს ვერ მოერიე და ამიტომაც მომაჯადოვე? მართალი ხართ. ასეთი რა დაემართა? ასეთი უნარები ჯერ არ მინახავს. ჩემი სახელია ტაჩიბანა არისა. როგორც თქვენ, მეც იაპონიიდან ვარ. ესეც ვიცოდი. უფრო სწორედ იაპონიაში ვიყავი სახელით ტაჩიბანა არისა. და შემდეგ ჩემი რეინკარნაცია მოხდა კუორკის სამეფოში. მოგონებები კი შემინარჩუნდა. თქვენც ასევე? რეინკარნაცია? არა, დაიცა. თქვენი შავი ფერის თმით თუ ვიმსჯელებთ, თქვენ აქ გმირის რანგში მოგიხმეს. სატო-სან. ასე რამ გაგაოცათ? თქვენ ხართ მეორე იაპონელი, რომელსაც აქ შევხვდი. მეორე? ესე იგი? ლოლოზე არ ვამბობ. მაგრამ მისი წინაპარი უთუოდ იაპონიიდან იყო. მემკვიდრეობა დაუნდობელია. იაპონიაში ის ნამდვილი იდოლი იქნებოდა. რაზე ამბობ?
აქაური საზომით ის საერთოდ არ არის ლამაზი. ჩვენ ძველ საკითხს დავუბრუნდეთ. სატოსან, რეინკარნაცია მოხდა თუ გადმოგიტანეს? სატოსანს ნუ არ მეძახი. როგორც ისურვებთ, ბატონო. დამათ შორის რა განსხვავებაა? რეინკარნაცია ხდება, როდესაც ძველ სამყაროში რაიმე მიზეზით გვდები და ამ სამყაროში ახალად იბადები. სხვების აქ გადმოტანა კი ხდება მოხმობის განსაკუთრებული მაგიით. გმირის ან მოგზაურის რანგში. რეინკარნაცია ახალად დაბადებით იწყება? ამ სამყაროში მოხვედრის მხოლოდ ეს გზა არსებობს. და მოხმობის შემთხვევაში წინა ფორმას ინარჩუნებენ? და მოხმობისას რაც ნივთები ქონდათ, თან მოყვებათ? დიახ, მსმენია, რომ მოხმობის მომენტში რა ნივთებიც ქონდათ თან, ისინიც აქ გადმოუტანიათ. და ასევე ყველა მახასიათებელიც. ფიქრობ, მე არც ერთ ვარიანტში არ ვჯდები. ესე იგი, ღმერთს არ შეხვდი? ღმერთი? არ მინახავს. და როდესაც აქ გაჩნდი, მაგიურ წრეში ხომ არ იტექი? არა, შუა უდაბნოში მარტო ვიყავი. მაშინ თავიდანვე მაღალი დონე ხომ არ ქონდათ, ან ამოუწურავი მაგიის მარაგი და სხვა უნარები? დავიწყე პირველი დონიდან და არც მაგიური ენერგია მქონდა ულევი. უნარებიც არ გამაჩნდა. ხოლო ერთჯერადი გამოყენების მეტეორიტების წვიმის შელოცვა მქონდა. კი, მაგრამ კაცი მასე თამაშიც ვერ გაიმარჯვებს. არისა, იცი რა? შემეკითხეთ რაც გინდათ. კერძი ზომის გაგება? ეს ბრძანება არ არის. ასე რომ შეგიძლია არ მიპასუხო. მაინტერესებს ტყვეობაში როგორ აღმოჩნდი. სატო, გაიღვიძე? თქვენი შეყვარებული გესტუმრათ, მე სულაც არა. დილა მშვიდობისა. მაპატიეთ, ჯერ ჩაუცმელი ვარ. ახლავე ჩავიცვალ. ო, საკმაოდ კარგი აღნაგობა გქონიათ. ბატონო, მეც ნამდვილად ვეღარ გავუძლებ. გარყვნილო, სატო, შესულელო. მაპატიეთ ხელი რომ შეგიჩალეთ. მას არ უნდა გაყვე? იჩქარე თორემ ახსნა გაგიზნელდება. რატომ უნდა აუხსნა? ჩვენ ხომ უბრალოდ მეგობრები ვართ. ზენა რაღაც არასწორად გაიგე. მაგრამ თქვენ ხომ იმ სიმპათიურ გოგონასთან იწექით? ალბათ უბრალოდ საწოლი აერია. მაგრამ ლილიო მითხრა რომ კაცები ქალმონებს ღამის გართობისათვის იყენებენო. უხშენი ლილიო. მაგას ყველა არ აკეთებს. მსგავსი მიზნებისათვის მათი გამოყენება არც კი მიფიქრია. მართლა? დღეს რაღაც სხვანაირად გამოიყურები. ტანსაცმელი უფრო ფურფუშებიანია, თან ძალიან ელეგანტურია და ასევე ძალიან გიხდება. ასეთ მომენტებში მცირედი კომპლიმენტი ძალიან დამეხმარება. მე ყოველთვის ასე გამოვიყურებოდი. მართლა? აქვე ახლოს ერთ მაღაზიაში მშვენიერ ნაჭრებს ყიდიან. ხომ არ გინდათ იქ ერთად წავიდეთ და თქვენთვის ლამაზი ავარჩიოთ? მართლა? დიახ, მინდა. მოგესალმებით, ბატონო. კარგია რომ ის გაურკვევლობა მოაგვარეთ. ისი ამბობს თითქოს ის არაფერ შუაში იყოს. სადი. ახლავე სხვებს დაუძახე. კარგით. მაინტერესებს ტყვეობაში როგორ აღმოჩნდი. იმწოდნით რაც მე გამაჩნდა, მინდოდა სამეფოსათვის სარგებელი მომეტანა, მაგრამ ვერ შევძელი. მე პრინცესა ვიყავი. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მალე საეჭვო წარუმატებლობები დამეწყო. ქვეყანაში განხეთქილებები დაიწყო, რითიც მეზობელმა სამეფოებმა ისარგებლეს. ვინმე დამნაშავე იყო? დიახ. მაგრამ ამას ძალიან გვიან მივხვდი. თავიდან ყველაფერი ჩვენი სამყაროს განსხვავებებს დავაბრალე. ჩვენი დაპყრობის შემდეგ
მათ მომავალი აჯანყებების თავიდან არიდების მიზნით მეფე დედოფალი და მემკვიდრეები სახალხო სიკვდილით დასაჯეს. საბოლოოდ აიძულეს სამეფოს კარის ჯადოქრები, რომ დარჩენილები მონებად გაეყიდათ. მაგრამ ერთხელ უცაბედად გამოჩნდა დემონი და სასახლე მიმდინარე ქალაქთან ერთად სრულიად გაანადგურა. მე და ლულუმ ძლივს მოვახერხეთ თავის გადარჩენა და მთებში გავიქეცით. ჩვენ შიმშილით სიკვდილის პირას ვიყავით, როდესაც იმ მონებით მოვაჭრე ნიდორენმა გვიპოვა. ლულუ თავს შეუძლოდ გრძნობდა, ამიტომ ოთახში დავტოვე. კარგი. იყოს იქ. აიღეთ ეს ფული, იყიდეთ თქვენთვის ტანსაცმელი და სხვა საჭირო ნივთები. ვაჭრობასა და თანხის განაწილება შენ განდო ფარისა. ჩემი იმედი გქონდეთ. ლიზა, არისა დაიცავი ქურდებისა და გამტაცებლებისაგან. არის, მას მეც დავიცავ, მეც. კარგით. მის უსაფრთხოებას თქვენს განდობთ. შეიძლება რომ გამოვიყენო დაცვის მაგია და დამალვის უნარი? მათი გამოყენება ხომ აგიკრძალე? კარგი, ახლა ნებას ხრთავ. დიდი მადლობა. აბაჰე, წავედით. ერთმანეთს საკმაოდ კარგად გაუგეს. მართლაც. მონურ მოქცევას ისინი არ იმსახურებენ. ასე თავს უფრო კარგად გრძნობენ. ნარუტო X წერტილიჯი წარმოგიდგენთ. სიკვდილის მარში პარალელური სამყაროს რაფსოდიით.進んでちゃんと捕まえてどういう称号